მოკლედ, აღარც კი მახსოვს უკვე რამდენი ხანია ვლამბობ ჩავწერო ეს ვიდეო და ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს. აი ამ რაღაცაზე არ მოლაპარაკოთ, უბრალოდ მიიღეთ ახლა ეს რაღაცნაირ გამართლებად. მოგესალმებით, ეს გურუმი ქალის ტარვა, მე კი თეა ვარ, რომელსაც ყოველთვის უნდა სასარგებლო და სასიამოვნო რასაკვირველი ეზოთერულ სივრცეში შევწყდა გაჩუქოთ. დიახ, გაჩუქოთ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამას. მოკლედ ასე. ნიკოლას ტესლას მეთოდებზე მინდა გელაპარაკოთ, რომელიც ჩემო ძვირფასებო უკვე მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი და აპრობირებულია და გაოგონებაში მოყავს ადამიანები როგორ და რა, ასე ვთქვათ, სპეციფიკით და ზოგადად რა მეთოდიკით მუშაობს. რაღაცა შემედაება, რომ ნიკოლას ტესლა ეს იყო სერბი წარმოშობის ამერიკელი, ასე ვთქვათ, სისტემის განმავითარებელი და საკმაოდ კარგი ნოვაციების ავტორი, შორს წავალთ ამ თემასთან დაკავშირებით. უბრალოდ ამ კაცმა მართალია თავისი თელი სიბერე სიღატაკეში გაატარა, მაგრამ რაღაც საოცრებები შექმნა და რატო არ იყენებდა ამას, ეს კიდე მოდი ასე ვთქვათ, თუ სხვებზე მუშაობს საკუთარ თავზე რატომ არ გამოცადა. და აი დავანებოთ ამ ყველაფერს თავი, იყოს ეგ სადაც არის და ეხლა პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. მოკლედ ასე, ღვთაებრივი კოდი ნიკოლას ტესლას, ღვთაებრივი კოდი, რომელიც 369 ასე გამოიყურება, ანუ 369 მისი გამოყენების ორ მეთოდს. აი დამეჯერეთ ძალიან მაგარია, თითქმის ეზოთერული სამყაროს 30% მასზე მუშაობს და მეც გამოცდილი მაქვს და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მოვდივარ ახლა თქვენთან პირდაპირ ცინცხელ ინფორმაციით. მაშინ ჩვეულებრივი სამკუთხედი აიღეთ, წარმოიდგინეთ უბრალოდ და აი სამივე მხარე შეგიძლიათ დააწეროთ 3, 6, 9 და ავიღოთ რაიმე დიდი ზომის კუპიურა. ფულის კუპიურა, ეს იქნება ევრო, დოლარი თუ ლარი, მნიშვნელობა არ აქვს და დავაწეროთ სადღაც პატარა ფანქრით შეგვიძლია ამის გაკეთება, გინდ კიდეში, გინდ შუაში, ну ყოველ შემთხვევისათვის სამივე სამკუთხედის სამივე კუთხეებს დავაწეროთ 3, 6, 9. ხოდა ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ახლა არ იფიქროთ, რომ ამ ფულს ვიღებთ და ვინახავთ. არავითარ შემთხვევაში. ძალიან კარგია თუ ამ ფულს დავხარჯავთ, ისე რომ ხურდაში მოყვეს კიდე სხვა ფული და აი ამ სხვა ფულსაც დავაწერთ, მოდი ასე ვთქვათ, ამ სამკუთხედს და ასე გავამბრავლებთ, მანამ სანამდე ამის სურვილი გვექნება და პირობას გაძლევთ თქვენი ფულადი არხი გაიწმინდება და გასუფთავდება. ეხლა მეორე ტექნიკა და მთავარი ტექნიკა, პრინციპში რისთვისაც ვართ შეკრებილები, ის ასე გამოიყურება. მოკლედ ასე. მე ყველას მოგიწოდებთ ადგეთ და ესეთ პატარა სტიკერზე დაწეროთ ერთი წინადადება, რომელიც მინდა საძინებაშიც გააკრათ, პრაქტიკულ რაღაცას გასწავლით, სამზარეულოშიც გააკრათ და ორივე მეტი აღარ დაგჭირდება. ეხლა საქმე რაშია? ფრაზა აი ესე უცნაურად, მაგრამ საცნაურად გამოიყურება. აი ესე, მე არ ვიცი როგორ, მაგრამ წარმოუდგენლად წარმატებული ვარ. ვიღვიძებთ დილით და 3-ჯერ ვიმეორებთ. გინდა ხმამაღლა, გინდა საკუთარ ბუტბუტში და საკუთარ თავში და იმიტომ გჭირდება იქ მიკრული სტიკერი, რომ გაგვახსენდეს ყოველ დილას 3-ჯერ გავიმეორებთ. მე არ ვიცი როგორ, მაგრამ წარმოუდგენლად წარმატებული ვარ. აი მახსოვრეთ, ხო? კი ბატონო, უკვე დადგა სადილის დრო, სადილობთ. ეხლა სამზარეულოში ძალიან კარგი იქნება თუ სასადილო ოთახში სადაც ბრძანდებით და მიირთმევთ. ისევ იყოს ეს პატარა სტიკერი და აქ უკვე აღნიშნულ ფრაზას ვიმეორებთ 6-ჯერ, ჩემო კარგო ადამიანებო. მე არ ვიცი როგორ, მაგრამ წარმოუდგენლად წარმატებული ვარ. და ბოლოს, დილის წინ, როცა აღრაფერი აღარ მოგეკითხებათ, უკვე ფიქრობთ, რომ თიშავთ გონებას და ძილს თავისი მიაქვს მორფეუსის სამყაროში გეპატიჟება, აი ახლა უკვე 9-ჯერ ვამბობთ აი ამ ღვთიურ კოდს. არ ვიცი როგორ, მაგრამ მე წარმოუდგენლად წარმატებული ვარ. ხო და იმახსოვრეთ. 9-ჯერ არ შეგეშალოთ, შეგიძლიათ საკუთარი თითებიც გადაითვალოთ და გამოიყენოთ და დაიძინეთ ძილინებისა ძვირფასო ადამიანებო. ეს საოცარ რეზონანსიას ახდენს, საკუთარ შინაგანი, ასე ვთქვათ, მეს თავმოყვარეობას თუ პატივმოყვარეობას თუ რაღაც სასიამოვნო სიკეთის რეზონირებებს აკეთებს და გადმოცემს ისეთ ხმას, რომ ესეთი საბოლოო ჯამში იჯერება
ვერებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასე რაღაც სასწაულებრივად ყველა სფერო, ეს იქნება ფინანსური, ეს იქნება პირადული თუ რაღაც თქვენთვის პრიორიტეტული, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სასწაულმოქმედად იწვინდება და უკეთესობისკენ მიდის. რაღაც ესე არ იქნება ახლა ზღაპრული ფეიასავით 1 2 3 ლაც და ყველაფერი იქნება ან ჩდება, არა. მაგრამ აი ამ პრაქტიკას თუ მიყვებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ამას წესად დაიდებთ, იცოდეთ პირობას გაძლევს, მე არა, ეს საკმაოდ ცნობილი ამბავია, ფულზე დახატული 3 კუთხედი 3 6 9 და აი 3ჯერ 6ჯერ და 9ჯერ ნათქვამი კიდე გავიგნავთ, მე არ ვიცი როგორ, მაგრამ წარმოუდგენლად წარმატებული ვარ და ასეც უნდა იყოს, მე ძალიან მეყვარხართ, ძალიან პატივს გცემთ, ძალიან მეიმედებით სხვათა შორის, ისე როგორც თქვენ გეიმედებით, ისეთ ხანდახან წარმოუდგენელ პრობლემების დასაძლევად მიწვევთ და მთხოვთ დახმარებას, ხანდახან გამეღიმება ხოლმე. მე არ შემიძლია არ ვარ ის ადამიანი, რომ ნარკოტიკით დამოკიდებული პერსონები გავათავისუფლო ამ ნეჩვევებისგან, ან თამაშზე, ან ალკოჰოლურ სასმელებზე, მაგრამ რაღაცნაირად რო გეიმედებით, ძალიან მიხარია, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, რაც შეიძლება ვარ, ასე ვთქვათ, ჩემი ძლიერი მხარია, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ. ეს არის ტაროლოგია და მინდა ერთად დავგეგმოთ. არა მარტო ეს ხელი ზაფხული, მე კიდე დანარჩენი პერიოდი. ეხლა შეგვიძლია კიდე სხვა დახმარებებიც გაგიწიოთ, ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოთქმულება თუ გავაკეთებთ ტარო კონსულტაციას, თუ კარო კონსულტაციაზე არ ავიღებთ, ან სინჯი ასე ვთქვათ, არ გამომდის ისე არაფერი, ასე რომ რაღაც ერთგვარი სკანირება უნდა ამ ყველაფერს დავასკანეროთ, თქვენი მომავალი, თქვენი ენერგეტიკა, თქვენი შესაძლებლობის ფარგლები, თქვენი რეზონანსული გამოცემები და ასევე ასე ვთქვათ, სივრცე და ველი და აუცილებელი არის ეს ვიბრაციები და სიხშირეები დაბალი ავწიოთ, მაღალი შევინარჩუნოთ და ძალიან მაგრად და კარგად გრძნობდეთ თავს. კოსმით ყველა თქვენი თია და თქვენი ქურუმის ხალიერთობლივად, სად უნდა მომძებნოთ და როგორ უნდა მომძებნოთ გადასარევად იცით, აბა დრო არ დაგარგოთ, დღეიდან დაიწყეთ, დღეიდან არა. ახლა გვიანა როცა ამ ვიდეოს ნახავთ, ხვალიდან დაიწყეთ, დილიდან დაიწყეთ. უბრალოდ დღეს აი ეს პოდკასტ სტიკერებზე დააწერეთ აი ის ღვთიური კოდი 369 და 3ჯერ 6ჯერ და 9ჯერ გასამებრებელი, არ ვიცი როგორ, მაგრამ მე წარმოუდგენლად წარმატებული ვარ. ხო, მართლა, კომენტარებში არ დაგავიწყეთ მიწერა, რა ანალოგიური ეს ჩვენი კოდი რაც არის, კოდური სიტყვა, რაც ეხან ბევრჯერ გავი, მეორე უკვე წარმატების გზაზე ვდგავარ, წარმატების სიმღერებით და ეს გული უნდა ვიჯეროთ ერთად ყოფნით და ტკბილად ყოფნით შემოძებასებ. ენერგო გაცვლები დაიმახსოვრეთ, მადლიერებები დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებელია თქვენი ზესხვისათვის და ზენიტური ამაღლებისათვის, სულიერებაში უპირველეს ყოვლისა, მაგრამ სული რომ მშვიდად გქონდეს, ამიტომ გვჭირდება დამატებით ატრიბუტად. ხელები ხო გვაქვს? ხა ბეჭედი მკიდება რომ გავალამაზო. აი დახვევით ასე. ფინანსები დაგჭირდება, რომ სულს რაღაცნაირად მიცეთ ერთი ლამაზი ფორმატი, რაღაცნაირად მშვიდად გყავდეს და არ ვანერვიულოთ, ხოსია. როგორ მიყვარხართ და კიდე ერთხელ სიყვარულის სახსნის მერე სასწრაფოდ მოგეწოდებთ, რომ ამ ვიდეოს ნახავთ, გადაანაწილეთ, ეს უკვე დიდი მადლია და მიხედეთ თქვენს მომავალს, რომელიც ზუსტად ვიცი ზეწარმოებული იქნება. მე ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ მეპატიება, დროც ძალიან გვითვლით და გეხმაროთ.